რეჟიმის მორჩილმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ადამიანი კაცი, რომელიც 6 დეკემბრის გამთენიას დააკავა რამდენიმე სპეცრაზმელმა მუხზე ხელი გადაუმტრია 3-გან დააჯარიმა 2200 ლარით. მანამდე საათნახევრის განმავლობაში ისმედა მოსამართლე ედუარდ შარაშიძის ადვოკატის მხრიდან განმარტებებს, როგორ შეიყვანეს ის სასტიკად ნაცემი ხელმომტვრეული იზოლატორში და გამომძიებლებმა ოქში ჩაწერეს, რომ მან დაზიანება მიიღო წაქცევის შედეგად. ერთ-ერთმა პატრულ ინსპექტორმა, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე ჩვენებას იძლეოდა, თქვა, რომ დაკავების დროს ხელში დროშა ეჭირა ხელმომტვრეულ კაცს და ის კანდირებდა ევროპას. ამის გამო მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და 2200 ლარით დააჯარიმა დაზარალებული ხელმომტვრეული კაცი, რომელიც დღეს თაბაშირში ჩადებული ხელით მივიდა საკუთარ სასამართლო პროცესზე. კიდევ ერთი პირი საინტერესო იყო იმ ახალგაზრდის მოსმენა სასამართლო პროცესზე, რომელიც ამბობდა, რომ ის გარდაცვლილი ეგონათ აქციის მონაწილეებს და სასწრაფოსაც კი აღარ იძახებდნენ, ვინაიდან მისი გაცოცხლების შანსი იყო ნული. როგორც აქტივისტები აღნიშნავდნენ, რომლებიც უყურებდნენ იმ მძიმე სურათს, როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები ჭიქაშვილს, თუმცა მიუხედავად ამისა ის კლინიკაში გონს მოვიდა და დღეს მოსამართლეს ვიაცა კვლავ ჩათვალა, რომ მან კანონი დაარღვია, სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და 2200 ლარით დააჯარიმა ისიც. ედავებოდნენ ფაქტობრივად იმას, რომ ანუ შენო უმისემართოთო თითქოს იგინებოდი და მოგიწოდეს და არ დაემორჩილე, არ შეწყვეტ. მანქანაში მოხდა მისიცემა თუ გარეთ არ ჩასვამდნენ. აი ცნობილობა. მანქანამდეც და მერეც. გადაღებულია ხელზე რედგენი, რამოდენიმე ადგილას აქვს მოტეხილობა. ხელზე მოტეხილობის გარდა თავის არეში, სახის არეში, სხვადასხვა ადგილებში აქვს დაზიანება მიღებული და ადამიანი ერთხელ კი არა სამჯერ რო წაიქცეს იმ დაგვარ დაზიანებას, რომ განზრახვა ქონდეს მიყენების, ვერ მიიყენებს, ხო? იმიტომ შეუძლებელი ადამიანი წაიქცეს პირჩაღმა და კიდევ პირ ამოღმა და რაღაც სხვადასხვა ნაწილებში. რამდენი უსწორდებოდა თუ ახსოვს? რამოდენიმე ადამიანი. დაუწერეს ოქმში, რომ დაზიანება მიიღო წაქცევით. წაქცევის დროს და ანუ ფოტოები წარმოვადგინეთ და სამედიცინო ცნობა, სადაც აღწერილია, რომ შეუძლებელია წაქცევით მსგავსი დაზიანებების მიღება. ხელის სამადგილას აქვს დაზიანება და მოტეხილი და სხეულის სხვადასხვა არეებში აქ ჰემატომასის ჩაქცევა და რაღაც დაზიანების კვალ. უბრალოდ ამიყვანეს, მანქანის უკან წამიყვანეს, მცემეს, იმდენად მცემეს, რომ ინტერნეტშიც გავრცელდა ჩემი კადრები, ადამიანებს მოსახლეობას მკვდარი ვეგონე, გათიშული ვიყავი იმ დონეზე მცემეს, მანქანაშიც კი გამისწორდნენ და ამ ყველაფრის მერე მოდივარ სასამართლოში, სადაც მე ვარ მსჯავრდებული და ის ადამიანები, ვინც მე ფიზიკურად გამისწორდა, მათ შორის მქონდა კი სპეცრაზმელები, GDD-ს თანამშრომლები და სასამართლოში ვარ, სადაც მე ვარ დამნაშავე და მოძალადე პოლიციელები არიან მოწინააღმდეგე ხარ. უბრალოდ არის სიტყვები არ ყოფნის რა შეიძლება უწოდო ესეთ ყოველდღიურობას. გემრიელად მცემეს, კარგად გამისწორდნენ და არ ვიცი, აი, სრულიად უსამართლო. მათ მიმართ ანგარიშწორების ისტორიები, რომელსაც ყვებიან პროევროპულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლო პროცესებზე მოსამართლეების თანდასწრების არის ერთმანეთზე უფრო მძიმე. ისინი მოდიან პროცესებზე ფიზიკური დაზიანებებით, რომლებიც ამ დრომდე აღენიშნებათ, დეტალურად უყვებიან ცნობებით, დოკუმენტურად დადასტურებით, უყვებიან მოსამართლეებს ამ ყოველივეს, თუმცა რეჟიმის მორჩილი მოსამართლეები არ ითვალისწინებენ არც ერთი დაზარალებული აქტივისტის ჩვენებას და გადაწყვეტილებები გამოაქვთ უაპელაციოდ 2000-დან 2500 ლარამდე მერყეობს ის ჯარიმები, რომლებსაც უწერენ დაზარალებულ აქტივისტებს კლანის მორჩილი მოსამართლეები.